მოკლედ ირაკლი კობახიძის სახელით გაკეთდა გუშინ კანცელარიიდან განცხადება, რომ შედარებით დაბალი განვითარების ქვეყნებს $10,000 დაეხმარება ირაკლი კობახიძე. პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი. ჯერ წარმოიდგინეთ $10,000 ქვეყნის დახმარება საერთოდ რა თანხა მინდა ვინმე უბრალოდ ამიხსნას. $10,000 რომელ ქვეყანას ეხმარება და რა პრობლემას უგვარებს $10,000. და შედარებით დაბალ განვითარებულ ქვეყანას რომ წარმოადგენს მაგალითად ჯანდაცვის კუთხით, ამას ვერ ხედავს. აი მაგალითად ადამიანებს, ონკოპაციენტებს რომ კვლევებს არ უფინანსებს, ამასაც ვერ ხედავს. ამ ქვეყნიდან რომ ბავშვები გაყავთ, იმიტომ რომ გადარჩნენ ეს ბავშვები და შესაბამისი მომსახურება მიიღონ სხვა ქვეყანაში, ანუ გადარჩენისთვის რომ აუცილებელია რომ ამ ქვეყნიდან გაიქცე, ამასაც ვერ ხედავს. ჯანდაცვის სამინისტროს და მერიის დაფინანსება რომ შეზღუდული და ლიმიტირებულია, ამასაც ვერ ხედავს. ანუ ირაკლი კობახიძე საკუთარ ქვეყანაში პრობლემებს ვერ ხედავს. ანუ ქვეყნის გარეთ აქვს მოსაგვარებელი სხვისი პრობლემები და ისიც ძალიან სამრცხვინო ბიუჯეტით, ანუ $10,000, მაგრამ ეხლა რომ ეს ქრინს დავდებ კომენტარებში, დედა რომ წერს დახურული ფონდის, დაყადაღებული ფონდის ფონდს, რომ $3,500 ჭირდება, იმიტომ რომ შვილის დაავადების გენოტიპი განსაზღვროს და ამას ბიუჯეტი უბრალოდ არ უფინანსებს, ირაკლი კობახიძე ამასაც ვერ ხედავს. ირაკლი კობახიძე საერთოდ მის ქვეყანაში რა ხდება ვერ ხედავს და გადაწყვიტა რომ სხვა ქვეყნებზე იზრუნოს $10,000 მოუგვაროს პრობლემები სხვა ქვეყანას. ანუ სიყალბის დონე მინდა და სიყალბის ზღვარი მინდა უბრალოდ რომ ნახოთ და ამიტომ მე მინდა რომ ყველა იმ ადამიანმა რომელიც ისევ ჩვენ გვწერს, ყველა იმ ადამიანმა ისევ ჩვენ გვთაგავს, მეგობრებო, დროა მიწეროთ ირაკლი კობახიძეს. დროა მიწეროთ ირაკლი კობახიძეს და მას თხოვოთ და მოითხოვოთ მისგან დახმარება. იმიტომ რომ ჩვენ ამას ვეღარ გავაკეთებთ. მე მესმის თქვენი კომენტარი რომ თქვენ მაინც სასწაულს მოახდენთ, მაგრამ ვერ ვიზავთ ამას. და ყველა ადამიანმა რომელიც ახლა იბრძვის დაფინანსებისთვის რომ კვლევა ჩაიტაროს რომ ბავშვის დაავადების გენოტიპი დაადგინოს, შემდეგ ეს რაღაცა შხამი ქიმია რომელიც ამ ქვეყანაში იყიდება, ეგ კი არა ხარისხიანი ქიმიით უზრუნველყოს, რომ სწორი გრაფიკი შეუდგინონ, ანუ მიიღოს გამართული სწორი სამედიცინო დახმარება. მეგობრებო, მიწერეთ ირაკლი კობახიძეს. აუცილებლად პირადად მიწერეთ ირაკლი კობახიძეს. აუცილებლად მიწერეთ შესაბამის სამსახურებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ მანამდე ვიდრე ეს ფონდი დაყადაღებულია, ჩვენ ვეღარ მოვახერხებთ თქვენ დახმარებას. სამწუხაროდ აი ეს დრო დადგა, რომ გითხრათ, რომ აი ვერ გავაკეთებთ და მინდა რომ ხედავდეთ იმ სიყალბეს, რომელ სიყალბეშიც ეს ადამიანი გაცხოვრებთ. $10,000 რომ ზრუნავს სხვა ქვეყანას მოუგვაროს პრობლემა ქვეყნებს დაეხმარება ხო $10,000 რომელი ქვეყნის არ ვიცი პრობლემა უნდა გადაწყვეტოს ადამიანმა, მაშინ როდესაც შეუძლია რომ $10,000-ობით ადამიანებს პრობლემა ამ ქვეყანაში მართლა მოუგვაროს და ბავშვებს სწორი დიაგნოსტირება გაუკეთოს სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ამას ვერ აღწევენ. ამიტომ მინდა რომ ყველას მოგმართოთ. ამიტომ მინდა რომ ყველას მოგმართოთ და ყველას გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არასოდეს 2020 წლიდან დღემდე მე არც ერთი ბენეფიციარისთვის უარი არ მიმიწერია, თუ ეს არ ყოფილა რაღაცა ძალიან დიდი თანხა, ან დრო თუ არ გვითხოვია. აი ახლა ეს ის მომენტია, რომ უნდა გითხრათ, რომ ვერ დაგეხმარებათ ეს ფონდი თქვენ, იმიტომ რომ უბრალოდ აღარ არსებობს და ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ პრემიერ-მინისტრად წოდებულმა კაცმა, რომელმაც სხვა ქვეყნის პრობლემების დაალაგება გადაწყვიტა და თქვენსას ვერ ხედავს. ვერ ხედავს, რომ თქვენ გჭირდება დახმარება. და დროა რომ მიმართოთ ყველაფერზე ირაკლი კობახიძეს. ყველა იმ დახმარებაზე, რომელზედაც აქამდე ჩვენ გვწერდით. იმიტომ რომ ვერ ხედავენ თქვენს პრობლემებს და დროა რომ დაანახოთ სინამდვილეში რა ჯოჯოხეთის გავლა გიწევთ, იმიტომ რომ შესაბამისი მომსახურება მიიღოთ. აი მე შევეცდები რომ გაგიგოთ ნომერი და ყველას პირადში მოგწეროთ ნომერი. აი ღამის 3 საათზე რომ დახმარება გჭირდებათ, იმიტომ რომ რეანიმობილი სასწრაფოდ გჭირდებათ, მაშინაც ირაკლი კობახიძეს უნდა დაურებოთ ამ მლიქნელ მატყუარა კაცს, რომელმაც აი ეს ცინიკური განცხადება გააკეთა, რომ $10,000 სხვა ქვეყნების პრობლემებს აგვარებს, მაშინ როდესაც საკუთარ ქვეყანაში პრობლემა არ დაუნახია პოლიტიკური პრობლემების გარდა. სხვა პრობლემას ეს კაცი ვერ ხედავს. და ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ მას აი ამ კაცს თქვენი პრობლემები დაანახოთ, რამდენი ხართ, რა გიჭირთ, დაანახოთ, რომ ონკოპაციენტებს სინამდვილეში არაფერს გიფინანსებენ, არც კატეს, არც ემერტეს თუ შესაბამისი დაზღვევა არ აგაქვთ. და სისხლის საერთო ანალიზის და იმ ქიმიის, რომელიც არ ვიცი, ღმერთმა მოაგვაროს პრობლემა, მაგრამ
მოკლედ ანუ სინამდვილეში არაფერს ცვლის ის ყველაფერი, რასაც მათ მიერ შემუშავებული პროგრამა გვირდებათ. მე ყველას დღეიდან, მე წუხვარ და სიკვდილი მირჩევნია ამას რო გონებით, მაგრამ ყველას დღეიდან მოგწერთ ირაკლი ყობახიძის ნომერს. მისი ოჯახის წევრების ნომერს, სხვა მაღალითანა მამუკა მდინარაძის ნომერს, მისი ოჯახის წევრების ნომერს და ძალიან გთხოვთ ამ ხალხს მიწერეთ და გააგებინეთ სინამდვილეში რა ჯოჯოხეთში გიწევთ ცხოვრება. იმიტომ რომ ისინი თქვენ ვერ გხედავენ, სამწუხაროდ ვერ გხედავენ. ანუ მისი ეს ცინიკური განცხადება, რომ $10,000 სხვა ქვეყნებისთვის გამოყოფს, არის აუცილებლად რეაგირების ღირსი და აუცილებლად ჩვენი პასუხის ღირსი. და მე მიწევს იმის თქმა, რომ ჩვენი 11 ბენეფიციარის პრობლემას მოვაგვარებთ, დანარჩენზე ყველაზე დავთაგავ გაბიტაშვილის იმ ადამიანს, რომელიც გაბიტაშვილის ყურამდე მიიტანს ხმას. დავთაგავ ყველა სახელობითად, როდესაც თქვენ მოგწერთ, აი ასეთი რამ ცხოვრებაში არ მიკადია და არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ახლა ამ ადამიანების გადაწყვეტილებით ჩვენ აღარ გვაქვს ის რესურსი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. თან გამაბრაზე ირაკლი ყობახიძის ამ განცხადებამ და შესაბამისად იცოდეთ, რომ მთელი ეს ჩემი ბრაზი, რაც ახლა არსებობს, იკუთვნის მხოლოდ მათ. ირაკლი ყობახიძეს და სხვა, არ ვიცი, მამუკა მდინარაძეს, გაბიტაშვილს და აი ამ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ამ ფონდმა არ იარსებოს და ჩვენ არ გქონდეს რესურსი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. აი ამ ადამიანებმა და კიდევ ერთხელ და ასჯერ გეტყვით, დროა ამ ადამიანებს თქვენი თავი, თქვენი პრობლემები სახელობითად დაანახოთ, იმიტომ რომ სხვანაირად ისინი ამ პრობლემას ვერ ხედავენ.